წმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი შავშიაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვარ ბედნიერები უგზა შესაძლებლობა რომ აი ამ დღესასწაულის მილოცვა შეუძლო თელი მართლმადიდებელი ეკლესიის და ჩვენი ქართველი ერის კრებულისათვის, რომელიც ბედნიერია დღეს და აქვს სავალ ბედნიერების, იმიტომ რომ სწორედ 152 პატრიარქი ყავს მას და მისი კურთხევით წმინდა სინოდის კრებული აღავლენს და მისი წინამძღოლობით აღავლენს ამ დღესასწაულო ლიტურგიას. სრულიად საქართველოს ულოცავ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის ამ დიდებული ტაძრიდან, რამე თუ ეს ტაძარი აგებულია მოციქულთა სახელზე, მოციქულთა მეოხებით და მფარველობით უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ამინ. ყველას გილოცავ. შეგახსენებთ 13 ივლისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი წმინდა დიდებულთა 12 მოციქულთა კრებას 12 მოციქულის ხსენებას სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს. ზესტაფონში გაიხსნა ინოვაციური კვლევის მეთოდი არის წარმოდგენილი ამ ცენტრში ვალეოლოგიის 2025 ესეთი ცენტრი არსებობს, რომელსაც საქართველოს ქალაქებში აქვს ბევრგან ცენტრები და ზესტაფონშიც გაიხსნა ასეთი ცენტრი. რას ვთავაზობთ? ვთავაზობთ ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციურ კვლევას. თანამედროვე ვებ-ველნესის აპარატია, რომელშიც გახლავთ ჩაინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი და მას შეუძლია ძალიან ბევრი რამის ნახვა ადამიანის ორგანიზმში. როგორც გითხარით, ის პირველ რიგში იკვლევს ფუნქციას ორგანოების და ორგანოთა სისტემების, ამის გარდა თუ არის დეფიციტები ვიტამინების, მიკრო-მაკროელემენტების, ამინმჟავების ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, იმიტომ რომ ამინმჟავების ლაბორატორიული კვლევა, როგორც წესი, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ასევე დატვირთვა როგორია, მაგალითად, პარაზიტების, ჰელმინთების, სოკოების, უმარტივესების, ბაქტერიული დატვირთვა როგორია. შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მუშაობს ორგანოები და ორგანოთა სისტემების სისხლის მიმოქცევის სისტემა, არის თუ არა ფიბროზები, არის თუ არა ბევრი ისეთი დარღვევა, რომელიც შეიძლება ენდოკრინოლოგიურ სისტემასთან იყოს დაკავშირებული და არ ჩანდეს ჩვეულებრივი ტოპომორფოლოგიური სამედიცინო კვლევებით და ლაბორატორიული მონაცემებით. ეს გახლავთ მედიცინის ალტერნატიული მეთოდი, როგორიც არის მაგალითად ფიტოთერაპია, ჰომეოპათია და როგორც დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ინტეგრაციული მედიცინის, ანუ ალტერნატიული და კლასიკური მედიცინის შერწყმის შედეგად არის შექმნილი. საკუთარი სხეულის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციის გაგება არის შესაძლებელი. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს კვლევა არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, კლასიკურ სამედიცინო შემდგომ ჩაღრმავებულ კვლევებს. პირიქით, ჩვენი მთავარი მიზანია დავადგენოთ მიზეზი და შემდგომ ამ მიზეზის დადგენისა მივიღოთ სწორად გადამისამართება პროფილურ სპეციალისტთან ან ლაბორატორიული კვლევაზე გადამისამართება. თუმცა თვითონ მე გახლავართ ექიმი ტოქსიკოლოგი და თუ ეს არის ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია რა თქმა უნდა, რომ გაეწიოს სამედიცინო დახმარება, მიეცეს დანიშნულება. ვიღებთ ყველა ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც 1 წლიდან და შესაბამისად ძალიან კარგი კვლევა, რადგანაც ინოვაცია, მიუხედავად იმისა, რომ მე 25 წელია ვარ კლასიკური მედიცინის ექიმი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და სიამოვნებით ვაკეთებ, ისე რომ გელით ზესტაფონელება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ამ კვლევასთან დაკავშირებით ის, რომ ბარიატრიის შემდგომი, ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი პაციენტებისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია გაიგონ როგორ არის მათ ორგანიზმში მიკრო-მაკროელემენტების, ვიტამინების და ამინმჟავების დონე, როგორ არის წონის ინდექსი და ასევე შესაძლებელია რომ ამ აპარატის მეშვეობით გავაკეთოთ სანიმუშო კვება. ანუ ნუტრიციოლოგიური და დიეტოლოგიური რჩევების გაცემა არის შესაძლებელი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ქცევითი აშლილობები სხვადასხვა, იმიტომ რომ აკეთებს ძალიან კარგად ფსიქოსომატიკას და ასევე ასეთი ბავშვებისთვის სამედიცინო მანიპულაციები ცოტა რთული ჩასატარებელია ხოლმე. ისე რომ ესეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნიშაა, რაც შეიძლება რომ ამ დიაგნოსტიკური საშუალებით მივიღოთ. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ფილიალი გავსედით ზესტაფონდში. თქვენ შეგიძლიათ მობრძადეთ ყოველ ხუთშაბათს. ჩაწერა რა თქმა უნდა წინასწარ ხდება, ვიზიტისთვის აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ ნომრებზე 592-02-97-16 ან 555-68-98-16. გელოდებით დიდი სიყვარულით. საქართველოს ყველა კუთხე ერთ დოკუმენტში. სამეგრელო. ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს დადიანების სასახლეთა კომპლექსი. სამეგრელოს მთავართა რეზიდენცია, რომელიც დღეს ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმს წარმოადგენს და ქართული საერო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1829 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. ამჟამად მუზეუმში 50,000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი ინახება. სენაკის მახლობლად მაღალ და ციცაბო მთაზე აღმართულია შხეფის ციხის ნანგრევები, რომელიც კოლხეთის დაბლობს გადმოჰყურებს. ნაგებობის ყველაზე ადრეული ნაწილი მე-4 საუკუნის დასაწყისშია აგებული. ყველაზე გვიანდელი კი მე-16-მე-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ციხესიმაგრე გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციას წარმოადგენდა. იგი შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამხედრო ობიექტი იყო. ატარეს იამაღით. ყოველ გვერდზე შენი ქვეყნის ისტორია. ჯორჯიან მანგანეზის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ნომერ მე-4 საამქროს პირველი გუნდი გახდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მათ ნომერ 1 საამქროს გუნდი დაუპირისპირდა. მატჩი მე-4 საამქროს პირველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიში 11-3 დასრულდა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად ამური საცერაძე დასახელდა, რომელმაც ტურნირის განმავლობაში 24 გოლი ჩაიწერა აქტივში. ჯორჯიან მანგანეზის მხარდაჭერით მიმდინარეობდა ტურნირი, გავხდით ჩემპიონები, მინდა მიულოცო ჩემ გუნდს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯორჯიან მანგანეზს ასეთი კარგი ტურნირის ჩატარებისთვის და მოწინააღმდეგოს მომავალში უსრულებს წარმატებებს. მექანიკური სამხედრო გავედით მესამე ადგილზე. პირველ და მეორე ადგილზე გასულე გუნდებს წარმატებას უსურვებ. ტურნირი რა თქმა უნდა კარგია, წამახალისეველია, მომავალში თუ ჭარბდება იგივე გუნდით გამოვალ და იგივე შემართები. მიხარია რომ შენი კომპანია ამ ტურნირის ორგანიზატორი და მხარდამჭერი.